ცეცხლის შეწყვეტა სწორედ ამის თავიდან აცილებას ემსახურებოდა, მაგრამ ახლა რეგიონი კვლავ ზღვარზეა. ბრალდებები ისმის, რადგან ჰეზბოლასა და ისრაელი ერთმანეთს ადანაშაულებენ შაბათ-კვირას მომხდარი სისხლიანი ესკალაციის გამო. დღეს ჩვენთან ერთად გადაცემაში იერუსალიმის წუთი ამ საკითხის გასარკვევად სტუმრობს პრემიერ-მინისტრის ოფისის საერთაშორისო სპიკერი და ისრაელის თავდაცვის ძალების რეზერვის მაიორი დორონ შპილმანი. კეთილი დაბრუნება იერუსალიმის წუთში. JNS TV-ზე ალექს. შესაძლოა შეერთებული შტატების ახალი სტრატეგია ირანის მიმართ. მიღებული ცნობები მიუთითებს, რომ შეერთებული შტატები სულ უფრო მეტად კონცენტრირდება ირანის დასუსტებაზე სანქციებისა და ეკონომიკური ზეწოლის გზით, სამხედრო საშუალებების ნაცვლად. მე ვფიქრობ, ეს მიუთითებს იმაზე, რომ ტრამპს არ სურს კიდევ ერთ სამხედრო კონფლიქტში ჩართვა. სულ მცირე მოკლევადიან პერსპექტივაში. ეს შეიძლება გაგრძელდეს შუალედური არჩევნების დასრულებამდე. მაგრამ აშკარაა, რომ მას სურს გააგრძელოს ეკონომიკური ზეწოლის გაძლიერება. და აქ საინტერესო კითხვებია. რატომ შეამსუბუქეს ეკონომიკური ზეწოლა თავიდანვე? რატომ მოხსნეს ბლოკადა? თუ მაშინიდან დღემდე ბლოკადა შენარჩუნებული იქნებოდა, დიდი ალბათობით მათ შეეძლოთ აეცილებინათ ზოგიერთი სამხედრო ესკალაცია, რაც ბოლო რამდენიმე კვირასა და თვეში ვიხილეთ. და ირანი ბევრად უფრო ახლოს იქნებოდა ეკონომიკურ კოლაფსთან. მაგრამ ვფიქრობ კიდევ ერთხელ ტრამპი აშკარად აჩვენებს, რომ არ სურს სამხედრო ჩარევა. არ ვფიქრობ, რომ ეს აუცილებლად ნიშნავს, რომ შეერთებული შტატები სამხედრო ჩარევას არ განახორციელებს. უბრალოდ ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე ტრამპი თავის პოზიციას ღიად აჩვენებს, არა სამხედრო ჩარევას, კი ეკონომიკურ ზეწოლას. რა თქმა უნდა, ნოემბრის დასაწყისში შუალედური არჩევნებია, თუმცა პრეზიდენტმა ტრამპმა შაბათ-კვირას განაცხადა, რომ აპირებს ჰორმუზის სრუტე აშშ-ის ტერიტორიად აქციოს. მოდით ვნახოთ ეს ვიდეო. და მას შემდეგ რაც ირანს დავამარცხებთ, რომელიც უკვე ძალიან ცუდად მარცხდება. ძალიან მალე ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოვაცხადებ. ალექს, რას ფიქრობ ამ ჩანაწერზე? პრეზიდენტი ტრამპი თავისი გამომწვევი განცხადებებით. რეალისტურია ეს თუ უბრალოდ პრეზიდენტის ხუმრობის ნაწილია? რას ფიქრობ ამაზე? ხო, ეს ნამდვილად განცხადებაა, რომელიც ირანელებს გააბრაზებს. ვერ წარმომიდგენია, რომ მათ გაუხარდეთ, როცა გაიგებენ, რომ პრეზიდენტი ტრამპი ჰორმუზის სრუტის ამერიკულ ტერიტორიად გადაქცევაზე ლაპარაკობს. დავიმახსოვროთ, რომ ჰორმუზის სრუტე ირანის ტერიტორია არ არის. ის ირანს არ ეკუთვნის, არც ომანს ეკუთვნის, არც არავის ეკუთვნის. ეს არის საერთაშორისო ბუნებრივი საზღვაო გზა, რომელიც უნდა იყოს ღია და ყველასთვის თავისუფლად ხელმისაწვდომი. შეერთებულ შტატებს არ უნდა ეკუთვნოდეს ის, არც ირანს უნდა ეკუთვნოდეს. არავის აქვს უფლება, რომ გემების გავლაზე იქ გადასახადი აიღოს, არც დაცვის საფასური, არც სხვა რამ. მაგრამ ფიქრობ, რასაც პრეზიდენტი ტრამპი მიუთითებს, არის ის, რომ ის არ დაუშვებს სიტუაციას, სადაც ირანი ან ომანი შეთანხმდებიან და ამ სრუტეების მფლობელობას მოითხოვენ. და ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ბევრჯერ მოგვესმინა, რომ ირანი და ომანი შეთომანი შეთანხმებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ. ხოლო შეერთებული შტატები, ასე ვთქვათ, აკვირდებოდა თუ რა ტიპის შეთანხმებას დადებდნენ და დაასრულებდნენ ეს ორი ქვეყანა. და აქ ვფიქრობ, ტრამპი ამას პირდაპირ ამბობს. არა, შეერთებული შტატები სულ მცირე იქნება ჰორმუზის სრუტის დამცველი. შეერთებული შტატები იქნება ერთადერთი ძალა, რომელიც უზრუნველყოფს ყველა გემისთვის თავისუფალ გადაადგილებას ამ სრუტეში. ალექს, როგორც შენ თქვი, ირანმა უკვე სხვათა შორის უარყო ამერიკის მოთხოვნა სრუტის კონტროლთან დაკავშირებით. პრეზიდენტმა ტრამპმაც გააფრთხილა ამერიკელები, რომ დაპირისპირებას ეკონომიკური ფასი აქვს. იგულისხმა ბენზინის მაღალი ფასები, როგორც აუცილებელი ხარჯი იმისთვის, რომ ირანს არ მიეცეს ბირთვული იარაღის შეძენის შესაძლებლობა. დიახ, ჩვენ ვხედავთ, რომ ბენზინის ფასი ამერიკის შეერთებულ შტატებში $4 მეტია გალონზე. ტრამპს ნამდვილად სურდა, რომ ეს ფასი უფრო დაბალი ყოფილიყო. იცი, ის ყოველთვის ამაზე კამპანიას აწარმოებდა. ის ყოველთვის საუბრობდა ბენზინის ფასების შემცირებაზე, იმ მაღალ ნიშნულებთან შედარებით, რაც ბაიდენის ადმინისტრაციის დროს იყო. ტრამპისთვის ბენზინის ფასების დაწევა მთავარი ეკონომიკური მიზანია. თუმცა, სანამ ჰორმუზის სრუტე ესეთ არასტაბილურ მდგომარეობაშია, ჩვენ ვხედავთ, რომ ბენზინის ფასი უბრალოდ განაგრძობს ზრდას. დამალდროულად, თუ ტრამპი არ არის მზად სამხედრო ძალების გაგზავნისთვის ჰორმუზის სრუტის კონტროლის მიზნით, საბოლოოდ ეხლა მას მოუწევს აუხსნას ამერიკელ ხალხს, რომ აქ უკვე არსებული სამხედრო მოვლენების გამო გარკვეული საფასურის გადახდა უწევთ ირანის მიმართ. ისევე როგორც ეკონომიკური ზეწოლის გაგრძელება, რაც სტრატეგია, რომელსაც შეიძლება კვირები, თვეები ან თუნდაც წლები დასჭირდეს შედეგის მისაღებად.
ამ გზავნილის ამერიკელ საზოგადოებამდე მიტანა, როგორც ჩანს, კამპანიის ნაწილია შუალედური არჩევნების წინ, რათა ახსნან ბენზინის ფასების მუდმივი ზრდა. ალექს, ამავე დროს შაბათს ცეცხლის შეწყვეტის დარღვევები იყო როგორც ჰეზბოლას მხრიდან ლიბანში, ასევე ჰამასის მხრიდან ღაზაში. პრემიერ-მინისტრმა ნეთანიაჰუმ დღეს დილით შემდეგი გზავნილი გააგზავნა. ჰეზბოლამ დაარღვია ცეცხლის შეწყვეტა ლიბანში და ჩვენი მებრძოლები ყვითელი ხაზის შიგნით დაარტყა. სამი ისრაელის თავდაცვის ძალების მებრძოლი სერიოზულად დაშავდა თავდასხმის შედეგად. ასე რომ ალექს, რაც ვიცით, ჰეზბოლას მიერ გაშვებულმა თვითმკვლელმა დრონმა ისრაელის საზღვრის დასახლებების დამცველ ჯარისკაცებს დაუმიზნა. სამი ჯარისკაცი სერიოზულად დაშავდა ამ თავდასხმაში. ამავე დროს თავდაცვის მინისტრი კაცი ხპირდება, რომ ყველა ფრონტზე ანგარიშს გაასწორებს. იგულისხმება როგორც ლიბანი, ასევე ჰამასის მხრიდან ისრაელის პოზიციებზე თავდასხმები ღაზაში. როგორც ხედავთ პრემიერ-მინისტრის ციტატაში, ის ამბობს, რომ ისრაელის თავდაცვის ძალები მოქმედებენ პოლიტიკური ხელმძღვანელობის პოლიტიკის შესაბამისად და ანეიტრალებენ ნებისმიერ საფრთხეს ჩვენი ძალებისა და მოქალაქეებისთვის, როგორც ლიბანში, ასევე ღაზაში. ასე რომ, რასაც ხედავთ, ისრაელის თავდაცვის ძალები უნდა დარჩნენ მაქსიმალური მზადყოფნის მდგომარეობაში და პასუხობენ, როგორც ჰამასს ღაზაში. და თეორიულად ისრაელს უკვე აქვს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომელიც რამდენიმე თვის წინ გაფორმდა შეერთებული შტატების შუამავლობით. და 20 პუნქტიანი გეგმა, რომელიც ამოქმედდა, უნდა იყოს ზედამხედველობის ქვეშ ამ მშვიდობის საბჭოს მიერ, თუმცა როგორც ჩანს, ჰამასი უარს ამბობს განიარაღებაზე, როგორც ბევრმა ჩვენგანმა ივარაუდა, რომ ასე იქნებოდა. და იგივე ხდება ლიბანში. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომელიც ისრაელმა ლიბანის მთავრობასთან გააფორმა, ამ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ხელი არ მოუწერია ჰეზბოლას. და სინამდვილეში ჰეზბოლაა ის ძალა, რომელიც ისრაელს უტევს. ასე რომ ისრაელს სურს იყოს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმში, მაგრამ მაინც უწევს დარტყმების განხორციელება ჰამასის წინააღმდეგ ღაზაში, ასევე ჰეზბოლას წინააღმდეგ სამხრეთ ლიბანში. ლიბანში, ჰეზბოლასა და ღაზაში ჰამასზე მეტი ინფორმაციისთვის ჩვენთვის დიდი პატივია. სტუდიაში მივესალმოთ დორონ შპილმანს, პრემიერ-მინისტრის ოფისის საერთაშორისო სპიკერს. სასიამოვნოა თქვენი ნახვა, დარონ. გონია რომ სახლში დავბრუნდი ჯაშ. შენ სახლში ხარ. აქ JNS-ში ყოველთვის სახლში ხარ. ძალიან კარგია რომ აქ ხარ. მოდით მაშინვე გადავიდეთ ლიბანში, შაბათ-კვირას განვითარებულ მოვლენებზე. ჰეზბოლამ ისრაელის ჯარისკაცებს შეუტია უსაფრთხოების ზონაში, ლიბანის საზღვართან, რაც ცეცხლის შეწყვეტის აშკარა დარღვევაა. ისრაელი პასუხობს. მიღებული ცნობებით, ლიბანში 11 ადამიანი დაიღუპა. მათგან ბევრი, ან რამდენიმე, უნდა ვთქვა, სამოქალაქო პირია. მაგრამ პრემიერ-მინისტრის ოფისის განცხადებით, ჰეზბოლამ განზრახ განათავსა სამოქალაქო პირები კომპლექსში. იცოდნენ რა, რომ ისრაელი საპასუხო დარტყმას მიაკენებდა. იცით, ეს არის ის, რასაც ხალხი ვერ იაზრებს. სინამდვილეში, ეხლახან ვესაუბრე დედაჩემს, რომელმაც დამირეკა. ის ამერიკელია და მკითხა, რა მოხდა ლიბანში. უთხარი დედა, მსოფლიო ნამდვილად ვერ ხდება, რამდენად ბოროტები არიან ეს ადამიანები. მათ ჩვენი ძალები უსაფრთხოების ზონაში დაარტყეს. ანუ ეს ისრაელის საზღვრიდან სულ რამდენიმე მილის დაშორებით მოხდა. ჩვენი ბიჭები ინფრასტრუქტურას შლიან, თვითმკვლელი დრონი მოდის და მათ ესხმის თავს, რაც არღვევს შეთანხმებას, რომელიც მიღწეული იყო, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. მაშინ ისინი ალბათ იციან, ისრაელის დაზვერვის საფუძველზე, რომ ჩვენ გავიგებთ, საიდან მოვიდა ეს ბრძანება და დავარტყამთ. აბა რას აკეთებს ეს კაცი? როგორც ჩანს, ის იღებს მშვიდობიან მოსახლეობას, ჩემი წაკითხulis მიხედვით, საკუთარ ოჯახს და გადახავს ისინი სამხედრო შტაბში. ანუ ვინ გააკეთებდა ამას? რას ფიქრობს ის? ის ფიქრობს, რომ შეიძლება ვინმე შეამჩნიოს და ჩვენ არ დავარტყამთ. ან როცა დავარტყამთ და გავანადგურებთ მას, მაშინ ის მსხვერპლად წირავს მთელ თავის ოჯახს. ასე რომ სიკვდილის შემდეგ შეუძლია მიუთითოს, თითით ანიშნოს ისრაელზე და თქვას, თქვენ მოკალით მშვიდობიანი მოსახლეობა. ეს იმდენად აბსურდულია. და იცით, გუშინ დაიწყო ამ ამბის განვითარება. მე პრემიერ-მინისტრთან ერთად ვიყავი და შაბათი იყო და ამბავი ვითარდებოდა. და ჩვენ ხედავდით, საით მიდიოდა ეს ამბავი. და როცა ინფორმაცია შემოდიოდა, მივხვდით, მე მათთან ერთად ვიჯექი, რამდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ გვეცადა სიმართლის დადგენა. კარგი, განა, აქ არ არის ძირითადი პრობლემა, როცა ისრაელმა ხელი მოაწერა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ლიბანის მთავრობასთან. მაგრამ ლიბანის მთავრობა არ ესხმის თავს ისრაელს უსაფრთხოების ზონაში. აქ საქმე გვაქვს ტერორისტულ ორგანიზაციასთან, ჰეზბოლასთან, რომელიც როგორც ჩანს ჯერ კიდევ მიიჩნევს თავს ისრაელთან ომში მყოფად. მაშ როგორ შეიძლება არსებობდეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და ჰეზბოლა, ტერორისტული ორგანიზაცია, რომელმაც საერთოდ არ მოაწერა ხელი ამ შეთანხმებას, არღვევს ამავე შეთანხმებას? ეს როგორ მუშაობს? მოусმინეთ, მთელი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება რეალურად ერთ რამეზეა დაფუძნებული. ჰეზბოლა აქ საერთოდ არ უნდა ფიგურირებდეს. ანუ თუ შევხედავთ ლიბანი და ისრაელი, ჩვენ გვერდიგვერდ ცხოვრობთ უკვე 80 წელია. ამ დროის უმეტეს ნაწილში ისრაელსა და ლიბანს შორის ყველაფერი მშვიდობიანი იყო. 1948 წელსაც კი ისრაელმა ლიბანთან მალევე გააფორმა ზავის შეთანხმება. 67 ლიბანი, იცით, თქვეს რომ ომში ჩაერთვებოდნენ. სინამდვილეში ომში არ ჩართულან. ისრაელი
1982 წლამდე, როცა ყველაფერი შეიცვალა. ისრაელსა და ლიბანს შორის მთელი ამ დროის განმავლობაში მხოლოდ 6-მდე საზღვრის გადაკვეთის ინციდენტი იყო. თითქმის არაფერი. ჰეზბოლა გამოჩნდა და ყველაფერი შეიცვალა. ასე რომ, მთელი ეს შეთანხმება ეფუძნება იდეას, რომ ეს ახალი მომავალი, რომელიც ახლა კალიბდება, ეს ყველაფერი ერთ რამეზეა დამოკიდებული. ჰეზბოლა უნდა გამორიცხონ. და იცით, ხშირად მეკითხებიან, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ მოლაპარაკებები იშლება. მე ვამბობ, რომ პირიქითაა. ეს აჩვენებს, რატომაც უნდა გაფორმდეს შეთანხმება და სწრაფად უნდა გაგრძელდეს მოლაპარაკებები. ეს უნდა იყოს რეალური, რადგან ხედავთ, ჰეზბოლა თითქმის ყველაფერზე წავა. იცით, ეს დარტმა საქმე მხოლოდ იმაში არა, რომ მათ ჩვენს ჯარისკაცებს დაარტყეს. საიდან დაარტყეს? პირდაპირ ბელფორის ციხის, ალტაჰირის ქედის ტერიტორიიდან დაარტყეს, ხომ ასეა? ძირითადად რა მოხდა? ეს ნამდვილად ბოროტების ღერძია, რომელიც ლიბანში აშენდა. 10 წლეულების განმავლობაში ირანი, შეიძლება ჩრდილოეთ კორეაც კი, კვლავ, უცხოური ცნობების მიხედვით, ამ მიწაზე გვირაბების სისტემა ააშენეს. ამას გვირაბების მიწას ეძახიან. და ისრაელის თავდაცვის ძალებმა მოახერხეს მათი კონცენტრირება იმ ქედის მიღმა და მათ იციან, რომ მალე მთლიანად დაკარგავენ პოზიციებს. ეს იყო მათი მეორე თავდაცვითი ხაზი. ამიტომ ისინი ცდილობენ, სანამ ჩვენ უფრო ახლოს მივალთ, დაარტყან ჩვენს ჯარს, რადგან იციან, რომ გაქრობასთან ახლოს არიან. და ჩვენ უბრალოდ უნდა გავაგრძელოთ წინსვლა და მიუახლოვდეთ ლიბანს. ვფიქრობ, შეგვიძლია ეს ყველაფერი დავასრულო. ხომ არ არის მთელი აზრი ისრაელის ვალდებულებისა ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებებში ის, რომ ისრაელი რეალურად უფრო უკან დაიხიოს? ხო ასეა. ისრაელმა ლიტანის მდინარემდე მიაღწია. იქ გაავლეს ყვითელი ხაზი. შემდეგ კიდევ ცოტა წინ წავიდნენ ბალფურის ციხესიმაგრემდე და კიდევ რამდენიმე სტრატეგიულ წერტილამდე. და ახლა ისინი ორ კონკრეტულ საპილოტე ზონიდან რეალურად გამოდიან, სადაც ლიბანის არმიამ უნდა უზრუნველყოს ამ ტერიტორიების უსაფრთხოება. მაგრამ ხედავთ, რომ ჰეზბოლა ბეირუთამდე ჩრდილოეთშიც კი მოქმედებს. აბა, როგორ უნდა გაანადგუროთ ჰეზბოლა საბოლოოდ, თუ ერთადერთი ძალა, რომელსაც ჰეზბოლას განადგურება შეუძლია, ისრაელის თავდაცვის ძალებია და ამ დროს მათ სთხოვენ, რომ ისრაელის საზღვართან უფრო ახლოს დაბრუნდნენ? მოусმინეთ, მთელი საცდელი ტერიტორია აქ არ არის. ის სხვა ადგილასაა. მაგრამ იცით, როგორც მე სულ ვუხსნი, იცით, ეს საცდელი პროექტია. საცდელი მოდელის შედეგებზე ჯერ დასკვნა არ არის, ანუ ჩვენ ვერ ვიტყვით, ვაუ, საცდელმა გაიმარჯვა აპლოდისმენტების ფონზე. ამ ეტაპზე ჩვენ ველოდებით, რომ ლიბანის არმია შევა და აჩვენებს, რომ მათ ნამდვილად შეუძლიათ ჰეზბოლას განიარაღება. ეს მარტივი საქმე არ არის. ამიტომ ჩვენ არ ვაპირებთ გასვლას. სინამდვილეში, ჩვენ აქამდე უკვე აქ ვიყავით. ჩვენ ახლოს ვართ ალთაის ქედთან, სადაც ჰეზბოლამ ააშენა ეს უზარმაზარი, თითქოს მიწის ქვეშავეშა პენტაგონია. დაუჯერებელია, რაც მათ აქ ჩადეს. ჩვენ იმ ტერიტორიაზე ვართ, ჩვენ იმ ტერიტორიაზე ვმოქმედებთ. ეს ძალიან ნათლად განვაცხადეთ. ჩვენ ვერ შევძლებთ უკან დახევას, სანამ ლიბანის არმია წინ არ წავა. ასე რომ, ბურთი მთლიანად მათ მხარესაა და ისრაელი იმედონებს, ჩვენ ვგულშემატკივრობთ მათ, რომ შეძლებენ ჰეზბოლას განდევნას. თუ ვერ შეძლებენ ჰეზბოლას განდევნას, მაშინ აღარაფერი დარჩება წინაღობად. ჰეზბოლასა და ისრაელის თემებს შორის მხოლოდ 10 მილია. ჩვენ არსად მივდივართ. პრემიერ-მინისტრმა ძალიან მკაფიოდ განაცხადა. ჩვენ არ დავიძვრებით, სანამ ამას არ ნახავთ შესრულებულად. რა შეიძლება იყოს ისრაელისთვის რაიმე მინიშნება, რომ ლიბანის არმიას ჰეზბოლას განდევნის უნარი აქვს? ის ტერიტორიები, საიდანაც უკან დავიხიეთ, სოფლებია, რომლებიც ჰეზბოლასგან სუფთაა. თქვენ საუბრობთ სოფლებზე, სადაც ჰეზბოლა არ არის. როცა ჩვენ უკან ვიხევთ და ლიბანის არმია შედის, ეს საცდელი ზონაა, რათა დავწმუნდეთ, რომ ჰეზბოლა ამ სოფლებში ვერ შევა. თუ უცებ ამ სოფლებში ჰეზბოლას დროშების აფრიალება დაიწყება, ჩვენ ძალიან სერიოზული პრობლემა გვექნება. თუ ისინი შეძლებენ ამ სოფლების შენარჩუნებას და უსაფრთხოების უზრუნველყოფას, შემდეგ კი იქ ყოფნის გაფართოებას, ეს ყველაფერს გავს, ხომ ასეა? გინდა რომ ვინმეს ტესტი ჩაუტარო. იცი, პირველ რიგში აიღეს სისტემა, რომელიც ასე თუ ისე მუშაობს და დარწმუნდი რომ არ გააფუჭებ. შემდეგ კი წინ წაიწიე და გამოიყენე შენი საკუთარი სისტემა. ასეა ჩვენი მდგომარეობა ახლა. მოდით ვისაუბროთ ადგილზე არსებულ სიტუაციაზე. ისრაელმა საპასუხო დარტმა მიაყენა ჰეზბოლას რადვანის ძალების ბატალიონის მეთაურს. და მინდა ეხლა ვიცოდე, რას უნდა ველოდოთ შემდეგი რამდენიმე საათის ან დღის განმავლობაში ჰეზბოლას შესაძლო საპასუხო დარტყმის მხრივ. რა ვიცით? ნახეთ, ისინი მაინც პასუხობენ. ეს მათი ბოტერის ძალაა. ბოტერის ძალა მათი რადვანის ძალის წვერალის წვეროა, ასე ვთქვათ. ესენი არიან ის ბიჭები, რომლებიც წლების განმავლობაში ირანის მიერ იყვნენ გაწვრთნილები და ფინანსდებოდნენ. ძიმედ ფინანსდებიან. მათ შესანიშნავი აღჭურვილობა აქვთ. ისინი კარგად იცნობენ მთელ ტერიტორიას. ესენი არიან ის ბიჭები, რომლებიც იმ გვირაბებში მოქმედებენ. შუაღამით რო გააღვიძო, ზუსტად იციან როგორ შეუტიონ ისრაელს. აი ასეთი იყო ერთ-ერთი მათი წამყვანი მეთაური, რომელიც ჩვენ მოვკალით. მოусმინე, ისინი მაინც თავს გვესხმიან. ჩვენი მთელი პრობლემა, ჩვენი მთელი მდგომარეობა ისაა, რომ ისინი ყოველთვის ცდილობენ თავდასხმას. ჩვენ ვიცავთ თავს. ისინი უშვებენ ამ ვებენ ამ თვითმკვლელ დრონებს და ისინი გააგრძელებენ ამას. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც შეიძლება შეწყვიტონ, არის ის თუ იგრძნობენ, რომ დასასრული ახლოვდება და მოუწევთ დიპლომატიური პოლიტიკური გადაწყვეტისკენ სვლა, რადგან სამხედრო გადაწყვეტა აღარ დარჩა. მაგრამ ეს ნიშნავს, რომ ისრაელი, აშშ და ლიბანის მთავრობა ძალიან ძლიერი უნდა იყვნენ და ისრაელი, ღმერთს მადლობა, არის კიდეც. თუ შევადარებთ ამას ისრაელის არსებობის ბოლო 80 წელს, სანამ ესეთი საცდელი ეტაპი მიმდინარეობს და ვხედავთ, როგორ მუშაობს ეს, ჩვენ ვაკავებთ ბუფერულ ზონას. ეს საოცარი რამაა.
მთელ ისრაელში გვაქვს ეს გარსი. იცით, ბენ-გურიონმა თქვა, ეს ბენ-გურიონი იყო. ვინც თქვა? ომის წარმოების სამი მთავარი პრინციპი არსებობს. არასოდეს იბრძოლო საკუთარ მიწაზე. ყოველთვის იბრძოლო მტრის მიწაზე. და როცა იბრძვი, იბრძოლე გამარჯვებისთვის. და ეხლა ეს შუა პრინციპი, რომ შენ არ ხარ საკუთარ მიწაზე, რაც 7 ოქტომბერს ვისწავლეთ, რას ნიშნავს ეს? ისრაელი არ იბრძვის საკუთარ მიწაზე. ეს საოცარი რამეა. ასე რომ ჩვენ იმ პოზიციაში ვართ, რომ მოვლენებს მივცეთ განვითარება და იმედია, მალე ყველაფერი ჩვენს სასარგებლოდ განვითარდება. კარგი. როგორ დაამარცხებ ჰეზბოლას, თუ ახლა უფრო თავდაცვით პოზიციაში ვართ? ვიცავთ ბუფერულ ზონას და შესაძლოა პასუხობთ ჰეზბოლას თავდასხმებს. იმის ნაცვლად, რომ შეტევაზე ვიყოთ, როგორც ისრაელი იყო ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ხელმოწერამდე. ფიქრობ, სწორად აღნიშნეთ ეს დაძაბულობა და სწორედ აქ უნდა ჩაერთოს ლიბანის არმია. ანუ თუ ჩვენ სრული ძალით წინ მივიწევთ, მაშინ ლიბანის არმიას ადგილი აღარ რჩება. ეს ასევე საფრთხეს უქმნის ისრაელის ჯარისკაცებსაც. და არ უნდა დაგვავიწყდეს, ანუ ჩვენ ჩრდილოეთ საზღვარზე საშინელი ტერორისტული ძალა გვყავს, რომელიც ისრაელის დასახლებებზე თავდასხმას ცდილობს, მოკლა ისრაელის ჯარისკაცები, მათ ქვეყანაში ჰეზბოლა ჰყავთ. ფიქრობ, იცით, თქვენ ბეირუთშიც ახსენეთ. ჰეზბოლა მთლიანად დაიფრო მათი ქვეყანა. მათაც აქვთ ინტერესი ამ საქმეში. თუ ჰეზბოლას დამარცხება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ლიბანი თავად გადადგამს ნაბიჯს. აი ეს არის. ჩვენ ვაკონტროლებთ ამ ტერიტორიას, ვმოქმედებთ, გვაქვს სხვადასხვა ოპერაციები. პრემიერ-მინისტრმა რამდენიმე დღის წინ საჯაროდ განაცხადა, გვაქვს ოპერაციები. თქვა, დეტალებში არ შევალო. გვაქვს ოპერაციები სხვადასხვა რეგიონში. ისრაელის თავდაცვის ძალები უბრალოდ არ დგანან უქმად, ასე რომ რაღაცები ხდება. მაგრამ თქვენ შექმენით ტერიტორია, სადაც ლიბანის არმიას პირველად, როგორც ჩანს, ისრაელის მხარდაჭერით შეუძლია გააქტიურდეს და რეალურად მიხედოს ამ პრობლემას. არ დაგავიწყდეთ, როცა ისინი მიხედავენ პრობლემას, ჰეზბოლა როგორც ტერორისტული ორგანიზაცია, ყოველთვის ეცდება, რომ სოკოსავით ამოიზარდოს. მათ უნდა კონდეთ შესაძლებლობა, რომ ეს აღკვეთონ. ჩვენ არ ვამბობთ, რომ ყველაფერი მოგვარებულია. თქვენ არ გინდათ, რომ 10 წლის შემდეგ ისრაელის ჯარისკაცები ბეირუთში აგზავნოთ, რათა მზარდ პრობლემას გაუმკლავდნენ. მათ უნდა აჩვენონ ძალა. და ესაა მთავარი აქ. და თუ ლიბანის მთავრობა ან ლიბანის მთავრობისობის წევრები, რომელთაგან ზოგი შეიძლება იყოს შიიტი ან სუნიტი, არა მხოლოდ ქრისტიანი, აკეთებენ განცხადებებს ისრაელის თავდაცვის ძალების წინააღმდეგ, ეს განცხადებები შეესაბამება იმას, რასაც ისრაელი თავის მოლაპარაკების არხებში ისმენს. იცით როგორ იქცევა ლიბანის მთავრობა და ამასთან ერთად შეერთებული შტატებიც უყურებენ ისრაელს, რომელიც აგრძელებს ჰეზბოლასზე თავდასხმებს ლიბანის შიგნით. იცით, როცა ვუყურებ და ვკითხულობ, ძირითადად ეს ყველაფერი Twitter-ზე ვრცელდება, ხომ ესეა? შეგიძლიათ ნახოთ, რას აქვეყნებენ ისინი Twitter-ზე. Twitter-ზე შეგიძლიათ ნახოთ, მაგალითად ამ შემთხვევაში, მათ მაშინვე დაიკავეს პოზიცია, რომ ეს ოჯახი განადგურდა, სანამ ჩვენ არ ავუხსენით. მაგრამ მაშინაც კი როცა ენას უყურებ, ის მაინც უბრუნდება იმ იდეას. მთელი რიტორიკა ისრაელთან მიმართებაში არის ის, რომ არსებობს შეთანხმებები ისრაელთან. გულისხმობ, მე დავინახე სერიოზული ცვლილება იმაში, თუ როგორ ეკიდებიან ლიბანელები ამ საკითხს და იმ ფაქტში, რომ ისინი აღიარებენ ისრაელის სუვერენიტეტს. იცით, ეს ხალხი იღუძებს ჰეზბოლას მეზობლად. როცა გამოდიხარ და ამბობ, რომ ჩვენ ვაღიარებთ ისრაელის სუვერენიტეტს, ეს ლიბანისთვის დიდი ნაბიჯია. მაგრამ როგორც ყოველთვის, თუ იგრძნობენ, რომ ჰეზბოლა ძლიერდება და ჩვენ ვკარგავთ პოზიციებს, რომ ჩვენ სუსტები ვართ, როგორც ლიბანელი ოფიციალური პირი, ბევრად უფრო სავარაუდოა, რომ დაიწყებ. იცით, შენი საუბრის დაბალანსებას და სხვა მიმართულებით წასვლას. ახლა მართლაც მნიშვნელოვანი დროა, რომ ისრაელს, ლიბანს და აშშ-ს შორის ამ სამხრივმა შეთანხმებამ ძალა აჩვენოს და მე ვფიქრობ, ეს მალე უნდა გაკეთდეს. ერთ მაგალითს მოგიყვანთ. 2006 წლის მეორე ლიბანის ომის ბოლოს, რომელშიც ისრაელმა ერთ დონეზე გაიმარჯვა, ვთქვათ, სამხედრო თვალსაზრისით, ჩვენ საფრთხეს გაუმკლავდით. საზოგადოებასთან ურთიერთობის კუთხით ეს კატასტროფა იყო, რადგან ისინი ყველგან აცხადებდნენ, რომ გაიმარჯვეს და ჩვენ ხედავთ, რომ ჰეზბოლას დაფინანსება გაიზარდა. იცით რა გააკეთეს? მორონ ალ-რასი, რომელიც იყო საზღვრის ჩრდილოეთით მდებარე დასახლება, ხომ ასეა? რა გააკეთეს? მათ ააშენეს პარკი ზემოთ, სწორედ იმ უორენზე, რომელსაც ირანის ბაღი დაარქვეს. ფუეს პატარა ალ-აქსას მეჩეთით. სურათი სულეიმანის ქანდაკება, რომელიც ისრაელის მიმართულებით მიუთითებს. და ისინი ბავშვებს მიყავდათ იქ, აჩვენებდნენ როგორ მოიგეს ომი, როგორ სუსტია ისრაელი, სუსტია დასავლეთი და როგორ მოახერხეს მათ რეკრუტირება. აქაც იგივე ხდება. ჩვენ არ გვინდა რომ ბალფურის ქედზე იყოს პარკი სახელად ირანის ბაღები. ჩვენ არ გვინდა ეს. მნიშვნელოვანია რომ ვაჩვენოთ სრული გამარჯვება და ვფიქრობ რომ ისრაელი პრემიერ-მინისტრი ამაზეა ორიენტირებული. ამას თავდაცვის მინისტრისგანაც ისმენთ, მაგრამ კიდევ ერთხელ, ამ შეთანხმების მთავარი საკითხი ისაა, რომ ლიბანი ჩაერთოს ამ პროცესში. მინდა გადავიდე და ყურადღება გავამახვილო ღაზაში არსებულ სიტუაციაზე, რადგან ამავე დროს ჰამასი არღვევს იქ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას შაბათ-კვირას. ჰამასის ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს მას შემდეგ, რაც ისრაელის თავდაცვის ძალების ტანლების ტანკმა მასზე გადაიარა. ღმერთს მადლობა, რომ არავინ დაშავებულა. გარდა ამისა, ტერორისტები კვეთენ ყვითელ ხაზს და ესხმიან თავს ისრაელის თავდაცვის ძალების პოზიციებს. გთხოვთ, მოგვაწოდეთ უახლესი ინფორმაცია ღაზაში არსებულ სიტუაციაზე. ჰამასი კვლავ იკრებს ძალებს, ეს მართლაც ასე მარტივია. ბოლო 8 თვის განმავლობაში ჰამასმა აიღო ვალდებულება განიარაღებაზე.
პრეზიდენტი ტრამპის მთელი შეთანხმების პირველი პუნქტია. პირველი პუნქტია ღაზის დერადიკალიზაცია. ღაზა არ წარმოადგენს საფრთხეს მეზობლებისთვის და მთელი შეთანხმება ეფუძნება იდეას, რომ ჰამასი განიარაღდება. სინამდვილეში ისინი სრულიად საპირისპიროს აკეთებენ. მათ ახალი მებრძოლები აიყვანეს. მაქვს ვიდეოები, სადაც ჩანს, როგორ დადიან ისინი დატენილი იარაღით საკვების მანქანებთან. მათ საბრძოლო მასალა აქვთ. ჩვენ გამოვიჭირეთ ისინი 7 სხვადასხვა წვრთნაზე, რომლებიც ისრაელის წინააღმდეგ ვარჯიშობდნენ. ჰეზბოლა არ არის ვაკუუმში. ისინი იზრდებიან, ანუ ხელახლა იკრიბებიან. ისინი სულ უფრო აგრესიულები ხდებიან და ისრაელი თავის პოზიციას ინარჩუნებს, მაგრამ როგორც პრემიერ-მინისტრმა ძალიან ნათლად თქვა, ეს არ არის სიტუაცია, რომელიც ასე დარჩება. ამჟამად ჩვენ გვიხარია, რომ შეერთებული შტატები ცდილობს ჩაერიოს და რეალურად განაიარაღოს ჰამასი. ჩვენ გვირჩევნია თუ ისინი შეძლებენ ამას, რომ ჩვენ არ მოგვიწიოს ამ გაკეთება ამის გაკეთება. მაგრამ საბოლოო ჯამში ჩვენ არ დაუშვებთ, რომ ჰამასი კვლავ გაიზარდოს და დაბრუნდეს იმ მდგომარეობაში, რაც ადრე იყო. ამ ეტაპზე ვინმე გამოყოფს ჯარებს ჰამასის განაიარაღებისთვის. არის რამდენიმე ქვეყანა, რომლებმაც ჯარების გამოყოფა იკისრეს. მაგრამ კიდევ ერთხელ, ერთი რამ არის ჯარების გამოყოფა, რაც მნიშვნელოვანია როგორც პირველი ნაბიჯი. სხვა საკითხია იმის თქმა, რას გააკეთებენ ეს ჯარები. ხომ გესმით, რომ ჰამასის განაიარაღებლად უნდა შევიდნენ? მე ვფიქრობ, ვიცით, რომ ისრაელის მხარეს ასე არ ხდება. კარზე არ აკაკუნებ და არ ეკითხები. გამეკითხები. გამარჯობა, რამდენი AK-47 და კალაშნიკოვი გაქვთ? არა. კარზე რომ დააკაკუნებ, ვიღაც აუცილებლად კარში გაისრის. ასე რომ კითხვა ასეთია: რას აპირებენ ეს ჯარები და როგორ აპირებენ ჰამასის განაიარაღებას? აქ არის ის, სადაც ისრაელი უკიდურესად მტკიცეა. ჩვენ არ ვართ ისინი, ვინც კართან იარაღის ჩაბარების პოლიტიკას უჭერთ მხარს. თითქოს ჰამასი იარაღს კართან დატოვებს და სადილად შევა. გამოვიდეს იცი, ბიჭს პატარა სტიკერს მისცემ და იარაღს დაუბრუნებ. ასე რომ, აქ ბევრი კითხვის ნიშანია. შეერთებულმა შტატებმა ამ ძალის გამოყოფა იკისრა. მშვიდობის საბჭომაც ამ ძალის გამოყოფა იკისრა. და ეს ნამდვილი კურთხევა. თუ ვინმე სხვა შემოვა და რეალურად შეძლებს ამის გაკეთებას. ვიმედოვნებ, რომ ისინი შეძლებენ ამას. თუ ვერ შეძლებენ, ჩვენ გავაკეთებთ. და რა შეიძლება ითქვას თურქეთსა და ყატარზე, რომლებიც აცხადებენ, რომ სურთ ასეთი ძალის ნაწილი იყვნენ. ვიცი, რომ ისრაელმა, მათ შორის პრემიერ-მინისტრმა, არაერთხელ უარყო ამ ქვეყნების მონაწილეობა ასეთ ძალაში. 2 დღის წინ თურქეთმა ისრაელის განადგურებისკენ მოუწოდა. ყატარმა დააფინანსა და თავშესაფარი მისცა ჰამასის ლიდერობას. და ჰამასის მთავარი მფარველია და მთელ მსოფლიოში ტერორიზმის გამორჩეული მხარდამჭერია. ამ ორ ქვეყანას რომ დაევალოს ჰამასის დაშლა ისრაელის თემებიდან 5 მილის მანძილზე, ეს ეროვნული თვითმკვლელობა იქნება. პრემიერ-მინისტრი კიდევ ერთხელ ძალიან მკაფიოდ გამოხატა თავისი პოზიცია, გაავლო წითელი ხაზი. არა, ჩვენ არ დაუშვებთ, რომ მტრულმა ქვეყანამ, რომელიც ჩვენს განადგურებას მოითხოვს, გადმოიტანოს თავისი ძალები ისრაელის თემებიდან 5 მილის მანძილზე და უთხრას მათ. ახლა თქვენ ხართ პასუხისმგებელი იმ ხალხის დაშლაზე, რომელიც თავად შექმნით. ისრაელს ომის დაწყებიდან დღემდე რამდენიმე პრესპიკერი ჰყავდა. ომის დასაწყისში გარკვეულ მომენტებში ისრაელზე და განსაკუთრებით ისრაელის პრესპიკერებზე დიპლომატიური შიშეტევა მიმდინარეობდა. ეხლა ამ პოზიციაზე როგორია მედიასა და საჯარო სივრცეში ისრაელის ინტერესების დაცვის საერთო ტონი და განწყობა. მე ვფიქრობ, ეს ძალიან იმედის მომცემი განვითარებაა. ვითარებაა, მე პრემიერ-მინისტრის ოფისში დამიქირავეს. ყოველდღიურად ვზივარ პრემიერ-მინისტრთან და ყველა უსაფრთხოების ხელმძღვანელთან ერთად ერთ მაგიდასთან. ეხლა ყველა ერთგულია და ყველასთვის ნათელია. ღმერთს მადლობა. ხომ ასეა? ჩვენ ჯიუტი ხალხი ვართ, მაგრამ საბოლოოდ ჯიუტ ხალხსაც ვიღაცა მასაჟი გაუკეთა და მივხვდით, რომ ეს ნამდვილად მერვე ფრონტია. იმაზე დაკრდნობით, რასაც სისტემაში ვხედავ, არის ნამდვილი აღიარება იმისა, რომ ეს ფრონტი, მე თვითონაც მომისმენია, რომ ან მერვე ფრონტია, ან ყველაზე მნიშვნელოვანი ფრონტია. დიპლომატიური Hasbaras ფრონტი. ფრონტი იმისა, რომ შეძლო ახსნა რა ხდება და წინ წახვიდე მოვლენებზე. და თუ მოვლენებზე წინ არ ხარ, მაინც გამოვიდე და ვთქვა, რას ვფიქრობთ, არა მხოლოდ პასუხად. ხომ ასეა? თვითონაც როგორც წლების განმავლობაში სამხედრო სპიკერი, საბოლოოდ იმდენი კითხვით გავსებენ, რომ თითქმის ვერ ახერხებ ამოისუნთქო და თქვა, საერთოდ რატომ ვართ აქ? და ეხლა უკვე ნამდვილი აღიარებაა, რომ არა, ჩვენ აქ ვართ. ჩვენ მდგავართ ბოროტების წინააღმდეგ. ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა მთელ მსოფლიოში, რომელიც იცის, რას ნიშნავს ბოროტების წინააღმდეგ დგომა. იცით, ჩვენ არ ვართ მოხიბლულები იმ იდეებით, რომ სიკეთე უყო შენს ტერორისტ მეზობელს და ისიც სიკეთით გიპასუხებს. აი რატომ სხვათა შორის სოფლიოს ნაწილი არ მოსწონს ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. იმიტომ რომ ისინი ჯერ კიდევ ეჭიდებიან ამ დასავლეთ ევროპულ იდეალებს. თითქოს თუ უბრალოდ კეთილები ვიქნებით და მივიღებთ მათ, ისინი შეგვიყვარებენ. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ეს არ მოხდება და ამიტომ ვდგავართ მათ წინააღმდეგ. და მნიშვნელოვანია, რომ დავდგეთ და ეს წინ წამოვწიოთ. პრემიერ-მინისტრი, თავდაცვის სტრუქტურა, ყველა ერთ აზრზეა და ვფიქრობ, ჩვენ ისრაელისთვის გარდამტეხ მომენტს უყურებთ. ის არის დორონ შპილმანი, პრემიერ-მინისტრის ოფისის საერთაშორისო სპიკერი და რა თქმა უნდა JNS TV-ს ყოფილი წამყვანი. ყოველთვის სასიამოვნოა თქვენი დაბრუნება. დიდი მადლობა, რომ შემოგვიერთდით გადაცემაში იერუსალიმის წუთში. ჩემთვის სასიამოვნოა. დიდი მადლობა დორონ შპილმანს. ალექს, მოდი ცოტა უფრო გავამახვილოთ ყურადღება ღაზაზე. ისრაელი აცხადებს, რომ ჰამასი უნდა განიარაღდეს, სანამ რაიმე გაყვანაზე იფიქრებს. მოდი ვნახოთ ეს ვიდეო. შიგრად ვათაზა, ჩვენ გვინდა გამოვხატოთ ყველაზე ახლოს მყოფი რამ.
სანამ მე ვარ პრემიერ-მინისტრი, პალესტინის სახელმწიფო არ შეიქმნება. არც ღაზაში და არც იუდეასა და სამარიაში. არც ფათახის და არც ჰამასის. რაც შეეხება კონკრეტულ საკითხებს, რასაც ბოლო დროს ამბობენ სიახლეებში, მინდა დავაზუსტო. ისრაელი უარყოფს 15 პუნქტიან დოკუმენტს. მესმის რომ ამბობენ, არ გითქვან, ვითქვანს, მაგრამ აი ბოლოები ამბობ, რომ სიზუსტე აუცილებელია. ისრაელი უარყოფს 5 პუნქტიან დოკუმენტს. სახალი არ განახორციელებს რაიმე უკანდახევას, სანამ ჰამასი არ განიარაღდება. და როცა ვამბობ ჰამასის განიარაღებას, ეს ნიშნავს ძიმე იარაღს, ნაკლებად ძიმე იარაღს და მცირე იარაღს. როგორც წინა კვირას განვიხილეთ, ახლა კი პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ამ განცხადებებს კიდევ უფრო ამკაცრებს და ამბობს, რომ ჰამასმა უნდა განიარაღდეს, რათა წინსვლა იყოს ღაზას მიმართულებით. დაახლოებით 1 კვირის წინ ნახეთ, მგონი ამაზე წინა გადაცემაშიც ვისაუბრეთ, რომ მშვიდობის საბჭომ ახალი 15 პუნქტიანი გეგმა წარადგინა. და ამ 15 პუნქტიან გეგმაში საუბარი იყო ჰამასის უფრო მსუბუქ განიარაღებაზე, ძირითადად იმაზე, რომ იარაღი შეგროვდებოდა და საწყობებში შეინახებოდა და რომ პალესტინის პოლიცია და არა ჰამასი იქნება პასუხისმგებელი გასაღებზე. და იცით, ისრაელმა უბრალოდ კატეგორიულად უარყო ეს. ეს ცოტა განსხვავებულია იმასთან შედარებით, როგორც პრემიერ-მინისტრი სხვადასხვა ეტაპზე რეაგირებდა ამ ომის განმავლობაში. განსაკუთრებით მაშინ, როცა პრეზიდენტი ტრამპი იყო ხელისუფლებაში. პრემიერ-მინისტრი ჩვეულებრივ უფრო კულისებს მიღმა დიპლომატიურ არხებს ეძებდა, რათა ისრაელის პოზიცია აეხსნა. იცით, ეხლა არჩევნები გვიახლოვდება. ეხლა მხოლოდ 3 თვე გვაშორებს 27 ოქტომბრის არჩევნების თარიღამდე. და რასაც ხედავთ არის ის, რომ პრემიერ-მინისტრი მტკიცედ გამოდის და აცხადებს, რომ ისრაელის პოზიციით ეს 15 პუნქტიანი გეგმა სრულიად მიუღებელია. ისრაელი ამას არ მიიღებს. ისინი არ გაიყვანენ ჯარს ღაზის შიგნით არსებულ არც ერთი პუნქტიდან, არც ყვითელი ხაზის უკან, არც ყვითელი ხაზის წინ და ისრაელი აკონტროლებს დიდ ტერიტორიას ყვითელი ხაზის წინ. ასე რომ ისრაელი ამბობს, რომ ისინი არ აპირებენ ჯარის გაყვანას. ვფიქრობ, აქ იყო რაღაც ძალიან საინტერესო, რაც პრემიერ-მინისტრმა აქ თქვა, რაც მან აქამდე ნამდვილად არ უთქვამს. და მან თქვა, რომ პალესტინის სახელმწიფო არ შეიქმნება. მან ბევრჯერ თქვა, რომ არ დაუშვებს პალესტინის სახელმწიფოს შექმნას იუდეასა და სამარიაში. მაგრამ რაც მან აქ ამ განცხადებაში თქვა, ვფიქრობ პირველად არის ის, რომ ის არც კი აპირებს დაუშვას ღაზას ოფიციალურ პალესტინის სახელმწიფოდ გადაქცევა, არც ჰამასის მიწად, არც ფათახის მიწად. გახსოვდეთ, მაჰმუდ აბასი, რომელიც პალესტინის ავტონომიას ხელმძღვანელობს. ის ფათაჰიდანა. ასე რომ მათაც არ მისცემენ უფლებას, რომ მართონ იგი და ჰამასაც არ მისცემენ უფლებას, რომ მართოს იგი. ასე რომ რჩება დიდი კითხვის ნიშანი, თუ რას ხედავს პრემიერ-მინისტრი ღაზას მომავალად. მაგრამ ის ნათლად ამბობს, რომ ისრაელი არ აპირებს ზოლიდან გასვას და მის გადაცემას რომელიმე პალესტინურ მმართველ ორგანოს. და ამ პატარა სახელმწიფოს, პალესტინის სახელმწიფოს, ამ საცდელ ვერსიას, რომელსაც ღაზა ეტოდებოდა, მართლაც მიეცეს ფორმალური პალესტინური ერთეულის სტატუსი. მისი კომენტარები გარკვეულწილად ეწინააღმდეგება რეალურ გეგმას, რადგან გეგმა ითვალისწინებს, რომ ომის შემდეგ ღაზაზე პასუხისმგებელი უნდა იყოს პალესტინის ადმინისტრაციის რომელიმე სტრუქტურა. ცეცხლის შეწყვეტის ამოქმედებისას ხელმოწერილი 20 პუნქტიანი გეგმა ითვალისწინებს ღაზის ადმინისტრაციისთვის ეროვნული კომიტეტის შექმნას, რომელსაც უნდა ხელმძღვანელობდნენ პალესტინელი ტექნოკრატები, რომლებიც ისრაელის მიერ არიან დამტკიცებული. მაგრამ ამას უნდა ზედამხედველობდეს მშვიდობის საბჭო. ეხლა კი ნიკოლაი მილადონოვია, რომელიც ადრე გაეროს წარმომადგენელი იყო ღაზის საკითხებში და ახლა ფაქტობრივად მშვიდობის საბჭოს ხელმძღვანელია. და როცა პრემიერ-მინისტრი გამოვიდა და თქვა, რომ ისრაელი არ გაიყვანს ჯარს, სანამ ჰამასი სრულად არ განიარაღდება და მან ამ განცხადებებში მკაფიოდ დააფიქსირა, რას ნიშნავს რეალურად განიარაღება. ეს მძიმე შეიარაღებაა, რაც ვფიქრობ, ყველას ესმოდა, რომ ჰამას მოუწევდა მძიმე იარაღის ჩაბარება. ანუ ისინი ამას ჯერ არ აკეთებენ და არ ვიცი გააკეთებენ თუ არა, მაგრამ ამაზე ყველამ თითქოს შეთანხმდა. პრემიერ-მინისტრი ამ განცხადებაში მკაფიოდ ამბობს, რომ საუბარია ასევე მსუბუქ იარაღზეც, იმ იარაღზე, რომლითაც ჰამასი საზოგადოებას ატერორებს. სწორედ ასე ინარჩუნებენ ისინი კონტროლს ღაზაზე. ისინი ფაქტობრივად მართველი ამიტომ ამასობაში კი დიახ, თითქოს უნდა ჩამოყალიბდეს პალესტინური ტექნოკრატიული მთავრობა, მაგრამ პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ეს არ იქნება პალესტინის ავტონომია. მან ამაზე ძალიან მკაფიოდ ისაუბრა დღემდე. ეს არ იქნება ჰამასი და ნებისმიერ შემთხვევაში მას უნდა აკონტროლებდეს მშვიდობის საბჭო. მშვიდობის საბჭოს თავმჯდომარე საბოლოოდ დონალდ ტრამპია.
და ეს ნიშნავს, რომ დაახლოებით 2 წლის შეზღუდული დრო გვაქვს, სანამ ტრამპი ჯერ კიდევ პრეზიდენტია, რათა შესაძლოა გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე. შემდეგ ეტაპზე ღაზაში. წინააღმდეგ შემთხვევაში გეყოლებათ სხვა პრეზიდენტი და ვინ იცის, რას გააკეთებს ის. შეიძლება მთლიანად გაანადგუროს მშვიდობის საბჭო და ისევ არასტაბილურობის პერიოდში აღმოჩნდეთ. ამასობაში ისრაელის არჩევნების წინ პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ღაზა არ იქნება პალესტინური სახელმწიფო. იუდეა არ იქნება პალესტინური სახელმწიფო და ისრაელი არ დაიხევს უკან არც ერთი დუიმით, სანამ ჰამასი იარაღს ფლობს. ისრაელიც მომავლისთვის ემზადება. ამ კვირაში იყო ანგარიში, რომ 1000-ობით ტონა ამერიკული სამხედრო ტექნიკა უკვე ჩამოვიდა ისრაელის სახელმწიფოში. თქვენ საუბრობთ ჰამერის ტიპის მანქანებზე, D9 ბულდოზერებზე, სატვირთოებზე, სხვადასხვა მძიმე საინჟინრო ტექნიკაზე, რომელსაც ისრაელი იყენებს ისეთ ადგილებში, როგორიცაა ღაზა, რომელსაც ისრაელი იყენებს ისეთ ადგილებში, როგორიცაა იუდეა და სამარია. ასე რომ ისრაელი რეალურად ემზადება ნებისმიერი ამ ფრონტზე შესაძლო დაპირისპირებისთვის. მე ვფიქრობ, ეს ისრაელისთვის უზარმაზარი სტრატეგიული აუცილებლობაა. ისრაელის მიზანი არა მხოლოდ შეივსოს ის, რაც ამ თითქმის 3 წლის ომის განმავლობაში დაკარგა, არამედ რეალურად გააძლიეროს თავისი სტრატეგიული პოზიცია, მიიღოს ის იარაღი, რაც სჭირდება და ეს გააკეთოს ახლა, სანამ პრეზიდენტი ტრამპი ჯერ კიდევ თანამდებობაზეა. პრეზიდენტ ტრამპს თავისი ადმინისტრაციის განმავლობაში ძალიან ნათლად უთქვამს, რომ სურს ისრაელს ჰქონდეს ის იარაღი, რაც თავის დასაცავად სჭირდება. ამჟამად კონგრესი და სენატი ორივე რესპუბლიკელების ხელშია. სულ მცირე, მომდევნო რამდენიმე თვე მაინც, სანამ არჩევნები ჩატარდება. და ვინ იცის, ძალიანაც შესაძლებელია, რომ კონგრესი დემოკრატების ხელში გადავიდეს. შეიძლება სენატიც დემოკრატების ხელში გადავიდეს. ამ დროს კი როგორც კონგრესი, ისე სენატი რესპუბლიკელების ხელშია და ორივე აშკარად ისრაელის მხარეს დგას. წარმომადგენელთა პალატის სპიკერი მაიკ ჯონსონი ძალიან ერთგულია ისრაელისთვის იარაღის მიწოდების საკითხში. ასე რომ დღეს ეს მხოლოდ სათაურებში ჩანს, მაგრამ მიმდინარეობს სერიოზული დიპლომატიური ძალისხმევა. ყველაზე მეტად ალბათ ისრაელის მხრიდან ამ პროცესს ხელმძღვანელობს აშშ-ში ისრაელის ელჩი იეხიელ ლაიდერი, რათა უზრუნველყოს ისრაელის მარაგების შევსება. და ამავე დროს შეგიძლია დარწმუნებული იყოთ, რომ ისრაელი შიდა დონეზე ეძებს გზებს, რათა დაიწყოს ამ იარაღის მძიმე იარაღის დამოუკიდებლად წარმოება. ასევე ეძებს სხვა წყაროებსაც, გარდა შეერთებული შტატებისა, რათა გაამრავალფეროვნოს მომარაგების არხები. ალექს, ამავე კვირაში ისრაელსა და დიდ ბრიტანეთს შორის დიპლომატიური დაპირისპირება მოხდა განცხადებების გამო, რომლებიც პრემიერ-მინისტრმა ნეთანიაჰუმ გააკეთა ერთ-ერთ ბოლო პოდკასტში და დიდ ბრიტანეთს ისლამურ რესპუბლიკად მოიხსენია. იქ არსებული რეალობიდან გამომდინარე, თქვენ საუბრობთ 1000-ობით მიგრანტზე, რომლებიც დიდ ბრიტანეთში ჩავიდნენ. ასევე ისრაელის მიმართ დამოკიდებულების ცვლილებაზე. მოდით ვნახოთ ეს ჩანაწერი. სხვათა შორის ის და მისი მამა რენდოლფი, ჩერჩილის შვილი, აქ ჩამოვიდნენ და ევზლიანი ომი ძალიან პოზიტიურად გააშუქეს ჩვენთვის. როგორი იპოვიანას ბრიტანეთში, როგორც ეწოდება ბრიტანეთის ისლამურ რესპუბლიკაში. როგორი იპოვიანას. აი პრემიერ-მინისტრი ბრიტანეთს ისლამურ რესპუბლიკას უწოდებს. სხვათა შორის კიდევ ერთი ვიდეო ვნახე ვიცე-პრეზიდენტ JD Vance-ის სინამდვილეში ხუმრობით ალბათ ასევე რაღაც პოდკასტში დიდი ბრიტანეთის შესახებ საუბრისას, დიდი ბრიტანეთს ისლამურ რესპუბლიკას უწოდებდა. დიახ, სინამდვილეში ვნახეთ, რომ ნეთანიაჰუს პრეს-სპიკერებს მოუწიათ ამ განცხადებების გარკვეულწილად გადაფარვა, რომლებმაც აშკარად ძლიერი რეაქცია გამოიწვია. გაერთიანებული სამეფოსა და პრემიერ-მინისტრის ოფისის პასუხი ძირითადად ის იყო, რომ პრემიერ-მინისტრი უბრალოდ იმეორებდა იმ განცხადებებს, რაც რამდენიმე კვირით ადრე JD Vance-მა გააკეთა გაერთიანებული სამეფოს შესახებ. ეხლა ცხადი ხედავთ, როგორ ხდებიან მუსლიმები დიდი ბრიტანეთის მსხვილი ქალაქების მერები. როგორ განსაკუთრებით ქალაქებში იქმნება გარემო, სადაც ადრე იყო. დიდი და აყვავებული ებრაული საზოგადოება, რომელიც ახლა უკანა პლანზეა თავდაცვით პოზიციაში, სიცოცხლის ეშინია. ბრიტანეთში ბევრი ადამიანი ამბობს, რომ ებრაელების მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა. და რის ყველაზე მეტად ეშინიათ? ყველაზე მეტად ეშინიათ მუსლიმების, რომლებიც იქ არიან. და ხედავთ მართლ პირებს, რომლებიც ძალიან ღელავენ იმაზე თუ როგორ მისცემენ მუსლიმები ხმას არჩევნებში. და ამიტომ ბრიტანეთი დიპლომატიურად ამცირებს მხარდაჭერას ისრაელის მიმართ, მაშინ როცა ადრე მიიჩნეოდა, რომ ბრიტანეთი იყო ისრაელის მეორე ან მესამე მთავარი მოკავშირე მსოფლიოში, შეერთებული შტატების შემდეგ. და რასაც ახლა ხედავთ, ეს განცხადებები პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუსგან, რომელიც ვფიქრობ აშკარად ბრიტანეთში მტკივნეულ წერტილს ხვდება. ეს უბრალოდ გარკვეული პასუხია, ვიტყოდი, იმ მრავალ განცხადებაზე, რომელიც ბრიტანეთის მაღალი თანამდებობის პირებისგან გამოვიდა. მათ შორის ბოლო პრემიერ-მინისტრი სტარმერი, რომელმაც ფაქტობრივად აღიარა პალესტინის სახელმწიფოებრიობა, რაც აშკარად ეწინააღმდეგება ისრაელის ინტერესებს. და მან თქვა, რომ ამას გააკეთებდა მანამ, სანამ გაუსაძლისი მდგომარეობა ღაზაში გაგრძელდებოდა.
და ვნახეთ, რომ იქ ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი დენი ლემი ამბობდა, რომ ისრაელის ქმედებები ღაზაში და ის ჰუმანიტარული დახმარება, რომელსაც ისრაელი ღაზაში აწვდიდა, იყო არაადამიანური, საშიში და საზარელი. ასევე იყო ბევრი განცხადება, მათ შორის იმ ადამიანისგანაც, რომელსაც ადრე ისრაელი მოკავშირედ მიიჩნევდა, დეივიდ კამერონი, რომელიც ომის დასაწყისში საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, ასევე აკეთებდა განცხადებებს, რომლებიც აშკარად არ მოეწონა ისრაელს. ეს არ იყო იმ ტიპის განცხადებები, რასაც მოკავშირისგან ელოდნენ. და ეხლა მოულოდნელად პრემიერ-მინისტრი პასუხობს იმით, რაც ყველას დიდ ბრიტანეთში და მთელ მსოფლიოში სიმართლედ მიაჩნია. და დიდი ბრიტანეთი ამაზე ცოტა მგზნობიარე ხდება. დიახ, აბსოლუტურად. უნდა დაველოდოთ, განვითარდება თუ არა ეს კიდევ უფრო დიდ დაპირისპირებად მომავალში. მაგრამ ბოლოს ამ კვირაში იუდეა და სამარია თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა დაავალა სამხედროებს, მოამზადონ გეგმა, რომელიც ითვალისწინებს იუდეასა და სამარიაში მცხოვრებ ისრაელელებთან დაკავშირებულ სამოქალაქო საკითხებზე უფლებამოსილების გადაცემას. ეს მნიშვნელოვანი სიახლეა. ბევრი ამბობს, რომ ეს კიდევ ერთი ნაბიჯია იუდეასა და სამარიაში სუვერენიტეტისკენ. მე თავადაც ვაპირებ ამ თემაზე წერას უახლოეს დროებში JNS-ისთვის. რას ვიცით ამ ეტაპზე და რამდენად მნიშვნელოვანია თავდაცვის მინისტრის ეს ნაბიჯი? ჩვენ გვაქვს სიტუაცია, სადაც იუდეა და სამარია ისრაელის კანონმდებლობით ფაქტობრივად სამხედრო მმართველობის ქვეშაა, ხომ ასეა? ის არ იმართება ისე, როგორც იერუსალიმი ან თელ-ავივი. ის პირდაპირ სამხედროების მიერ იმართება. და რაც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ვნახეთ, ეს იყო მცდელობები, განსაკუთრებით მემარჯვენე პოლიტიკოსების მხრიდან ისრაელში, რომ იუდეასა და სამარიაში მმართველობის ვითარების ნორმალიზება მოეხდინათ. და გახსოვდეთ, ისრაელი ძალიან პატარა ქვეყანაა, ხომ ასეა? იცით, შეგიძლიათ ხმელთაშუა ზღვისგან იორდანეს მდინარემდე მანქანით დაახლოებით 2 საათში იმგზავროთ, რაც გულისხმობს იუდეასა და სამარიის გავლასაც, ხომ ასეა? ჩრდილოეთიდან სამხრეთამდე ქვეყანა ცოტა უფრო გრძელია, მაგრამ აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე ქვეყნის შუაგულში სწრაფად შეგიძლიათ გაიაროთ. თუ შუაში დგახართ, როგორც მე ცხოვრობდი ბეთელში, ან თუ ელაზარში ცხოვრობთ, თუ ქვეყნის მაღალ წერტილზე დგახართ, იუდეისა და სამარიის მთიან ქედებზე, შეგიძლიათ შიშველი თვალით დაინახოთ ქვეყანა ერთი მხრიდან მეორემდე და მეორე მხრიდან პირველამდე. ეს ძალიან პატარა ქვეყანაა. ამიტომ იდეა, რომ ქვეყნის ერთი ნაწილი სამხედროების მიერ იმართება, ხოლო მეორე ნაწილი პოლიციისა და ისრაელის მთავრობის სხვადასხვა სამინისტროების მიერ. უბრალოდ რაღაცაა, რაც გამოსასწორებელია, ხომ ასეა? თუ გსურთ იუდეასა და სამარიაში ქუჩის დაგეება, ამისთვის უბრალოდ ტრანსპორტის სამინისტროს გავლა არ გმარა. ეს სამხედროების გავლითაც უნდა გაიაროს. აქაც ასეა. რასაც ამბობენ ისაა, რომ იუდეასა და სამარიაში სამართალდაცვა უბრალოდ ისრაელის პოლიციას უნდა გადაებაროს. და რაც ამაში საინტერესოა ვითხოვდი, არის ის, რომ მართლაც ასეა. განსაკუთრებით თუ კითხულობთ. ბევრი ასეთი მემარცხენე ისრაელის მედია, როგორიცაა ჰარეცი და Times of Israel, განსაკუთრებით, რომლებიც ამას ერთ-ერთ მთავარ თემად მიიჩნევენ. მუდმივად საუბრობენ ეგრეთ წოდებული დასახლებელთა ძალადობაზე. თითქოს ეს იყოს ყველაზე საშიში საფრთხე მთელ ახლო აღმოსავლეთში. და თითქოს ისრაელისთვის ყველაზე დიდი საფრთხე ეგრეთ წოდებული დასახლებელთა ძალადობაა, სადაც ხდება შეტაკებები იუდეასა და სამარიაში მცხოვრებ პალესტინელებსა და იუდეასა და სამარიაში მცხოვრებ ებრაელ ებრაელებს შორის. ხშირად ისინი მიწაზე, ცხრის საძოვრებზე და იმაზე ჩხუბობენ, ვინ რგავს ხეებს. და ისინი წარმოაჩენენ ამას ისე, თითქოს ეს ბევრად უფრო დიდი საფრთხეა ისრაელის უსაფრთხოებისთვის, ვიდრე ჰეზბოლა ან ჰამასი, ან თუნდაც ირანი, რომელიც უკანონო ბირთვულ იარაღს ავითარებს. და რაც აქ ხდება ისაა, რომ სამხედროები რეალურად ვერ ან არ უნდა გაუმკლავდნენ იმ საფრთხეებს, რომლებიც ისრაელის მხრიდან მოდის, რადგან სამხედროები საკუთარ ხალხს არ უპირისპირდებიან. ის არ ახორციელებს სამართალდაცვას საკუთარი ქვეყნის მოქალაქეების წინააღმდეგ. სამხედროები მხოლოდ სხვა ქვეყნიდან მომდინარე საფრთხეებს ებრძვიან. ამიტომ ამ საკითხის პოლიციისთვის გადაცემა ისრაელს მეტ საშუალებას აძლევს, რომ სამართალდაცვითი ღონისძიებები საკუთარ მხარეს გაატაროს, რასაც სამხედროები ძალიან რთულად შეძლებდნენ. ეს პრაქტიკული ნაბიჯია. ეს მისასალმებელი გადაწყვეტილებაა. ვფიქრობ, ეს შესანიშნავი წინსვლა ისრაელის ყველა მოქალაქისთვის და გაგრძელდება. 3 თვეში არჩევნები გვაქვს. მოდით ვნახოთ, რამდენად შორს წავა თავდაცვის მინისტრის ეს ახალი წინადადება, სანამ კიდევ ერთხელ მოგვიწევს ქნესეთის არჩევნებში ხმის მიცემა. ამით ვასრულებთ გადაცემას იერუსალიმის წუთში, JNS TV-ზე. ჯოშ შასტინი და ალექს ტრაიმანი ვიყავით თქვენთან ერთად. დიდი მადლობა, რომ შემოგვიერთდით. არ გამოგრჩეთ JNS TV-ის ყველა შესანიშნავი მასალა. ასევე ეწვიეთ jns.org-ს, რომ მიიღოთ ყველა უახლესი ახალი ამბავი ისრაელიდან, ახლო აღმოსავლეთიდან და მთელი ებრაული სამყაროდან. მინდა მადლობა გადაუხადო აქ კულისებში მომუშავე ხალხს. არ დაგავიწყდეთ გამოწერა და მხარდაჭერის გამოხატვა. და მომავალ კვირას ისევ გელოდებით იერუსალიმის წუთში ეთერში.